Castellfolli de la Roca ეს არის ჟირონას პროვინცია, რომელიც ბარსელონიდან ძალიან ახლოს მდებარეობს. ეს არის ისტორია, რომელიც ამოიკვეთა ქვაზე. ეს პატარა დასახლება, რომელსაც ხედავთ კლდეზე, ეს კლდე არის გაჩენილი ზუსტად ვულკანური ამოფრქვევის შედეგად და შემდგომ მასზე გაშენდა ესეთი ლამაზი პატარა სოფელი, თავისი პატარა ეკლესიით. ეს არის სან-სალვადორის ეკლესია. ესეც ბესალო, საოცარი ქალაქი, რომელიც კატალონიაში მდებარეობს და ბარსელონასთან ძალიან ახლოს არის. ეს მეორე ქალაქი არის, რომელიც ჩვენ მოვინახულეთ, 2000 მაცხოვრებლით არის ეს ქალაქი დასახლებული და ეს არის როგორ უწოდა, ქვის ქალაქი ღიაცის ქვეშ. მდინარე ფლუეაზე არის გადაჭიმული ეს ხიდი. ეს ხიდი საერთოდ რამდენიმეჯერ დაინგრა, როდესაც წყალდიდობა მდინარე კალაპოტიდან გადმოდიოდა. მე-18 საუკუნეში მიეცა საბოლოო სახე, როგორც ახლა არის. როში გაყინული ქალაქი არის, რაღაც რომანტიკული კაფეებით, პატარა ქუჩებით. სუვენირებით, რომელიც ძველი პერიოდისთვის იყო დამახასიათებელი, ვერ დაიკარგები, სადაც არ წახვიდე საბოლოო ჯამში, ხვევით როგორც კი დაიშვები, აუცილებლად აი ამ ხიდთან მოხვდები. აქ სერვინომისას ყველა კუთხეში რაღაც სიურპრიზი ხდება. მაგალითად ამოტრიალებული სკამები გრძნელებისთვის არის, რომლებიც დაფრინავენ საშემოსავლო და ისინი რო ჩამოჩნდნენ. ეს პატარა კაფეები, ძალიან საყვარელი კაფე, ტერიაში ვეყავით, ყავა, კრუასანები, მაფინები მივთვით და ისეთი სასიამოვნო გარემო იყო. ხედით ძალიან კაი ამინდი იყო და ყველანაირი სიამოვნება მივიღეთ. გადმოდიოდა ეს სული, აი ქვებიდან, აი ეს ძველებული შუა საუკუნეების რაინდული სამოსელი, მუზეუმიც აქვს ამ რაინდული ტანსაცმელების აღჭურვილობის და აუცილებლად მოსანახულებელია ჩვენ ვთქვათ გამოვტოვეთ და არ შევედით. ნახეთ რა საინტერესო აივნები, ქუჩებია, საბსებური 7 ქალაქი არის, საინტერესო ადგილებით ეს სურათები გადავიღეთ. საინტერესო პატარა შუა საუკუნეების ქალაქი არის თავისი მოედნებით, ეკლესიებით. წმინდა ვანსენტის ეკლესია არის აქ, სადაც ამ წმინდანს ნაშთი არის დაკრძალული. წელიც მითითებულია მე-11 საუკუნეში. ძველი არის. Salir de aquí, no tengo pa' dónde darle. Tengo que salir de aquí, no tengo pa' dónde darle. La neta me ha ido mal y no sé cómo aliviarme. La neta me ha ido mal y no sé cómo aliviarme. Tengo que salir de aquí, aunque sea un paraíso, el pueblo donde nací, ahora es solo para ricos.
estamos enterrados, la playa donde nací, ahora todo es privado, tengo que salir de aquí, no tengo pa' dónde irme. კიდე საინტერესო რაც ბარსელონაში მოვინახულეთ, ეს არის არის ტაძარი, წმინდა გული ქვია ამ ტაძარს და მთა ტიპი დაბოზე არის. ბარსელონაში ყველაზე მაღალი წერტილი არის, სადაც არის გაშენებული ეს ტაძარი. აი ვერგეტყვით, რა მოქმედა ჩემზე, შეიძლება მე რომ ეს ბარსელონის ყველაზე მაღალი წერტილი იყო საოცარი ხედით. თუ იესოს ქანდაკებამ რომ სტაზის თავზე იყო ხელებ გაშლილი, რომელიც გულში იკრავდა ეგ ღრუბლებს, თუ ტაძრის სილამაზემ, თუ ლამაზმა მშვენიერმა ამინდა ამდენი წვიანი ამინდების შემდეგ, ნუ ვერ გეტყვით, მაგრამ აი გაუდის საგრადა და ფამილიას მერე ეს ტაძარი იყო ჩემთვის აღმოჩენა. ეს ღვთისმშობლის ქანდაკება არის ხეში გაკეთებული და შავი ფერი არ მიიღოთ, რომ შავ ფერად აღიქვამდნენ ღვთისმშობლის სახის განს, ეს უბრალოდ ხე გაშავდა დროთა განმავლობაში. რა ვიცი, რა გითხრა, საინტერესო რელიეფები იყო, ძალიან ლამაზი მოზაიკებიც, აუცილებლად უნდა მოინახულოთ და დადგმეთ მისი მშვენიერებით, მისი ნახატებით, რა ვიცი, ამ რელიეფებით, სადაც გამოსახული არის თუ აი როგორ გადაწყვიტეს ამ ტაძრის მშენებლობა, ანუ ისტორიული მომენტები არის აღბეჭდილი კედლებზე, ყველაფერს რაღაცა თავისებური დაატვირთვა აქვს, თითოეულ მოზაიკას, თითოეულ რელიეფს, თითოეულ ნახატს, რაღაც უცხო იყო ჩემთვის და ალბათ თქვენთვისაც საინტერესო იქნება. ცუდი ის იყო, რომ ჩვენ არ ავიდეთ ამ ზედა ნაწილში, ჩვენ მარტო ქვედა ეკლესია ვნახეთ და ზედა ეკლესიაზე არ ვსულვართ. იესოს ქანდაკებამდე თუ ახვალ და იქიდან გადმოიხედები, არის საოცარი ხედი, ოთხივე მხარეს არის საოცრება და ეს შემდეგ ჩასვლა აუცილებლად ნავიდე, გვერდზე ესეთი გასართობი პარკი არის, ეს ხედები გადმოიხედოთ. კიდე საინტერესო არის, რომ იესოს ქანდაკება ეს არის სიმბოლო, ხელებ გაშლილი არის სიმბოლო ღმერთის სიყვარულის ხალხის მიმართ. თქოს ხალხი უნდა ჩაიკრას და მოსეს მთელი თავისი სიყვარული მათ მიმართ. იგი 8 მეტრის სიმაღლისაა და ნახეთ რა ხედი არის, საოცრება. ეს გახლავთ ყველაზე ძველი ატრაქციონი პარკი, რომელიც 100 მეტი წლის არის და ითვლება ევროპაში ყველაზე პირველ გასართობ პარკად. ქეშმაკის ბორბალზე რომ დაჯდეთ და ახვიდეთ, ზევიდან შეგიძლიათ გადახედოთ როგორც ბარსელონას ხედებს, ასევე ტაძარსაც შეხედოთ და იესოს ქანდაკება უფრო ახმადი გახდება თქვენთვის. აქ არის საინტერესო ფრესკა, ტაძარში მდებარეობს, რომელიც აღბეჭდილია შემდეგი ამბავი. ეს არის იესო, წლების მერე 40 დღე მიდის უდაბნოში, სადაც უნდა მოემზადოს თავისი მისიისთვის და მასთან მიდის ეშმაკი, რათა აცნოს ის. აიყვანს უზარმაზარ მთაზე და დაანახებს სამყაროს 4 მხარეს და ეუბნება, რომ თუ ის მას დაემორჩილება, ყველაფერს ამას აჩუქებს. ლაპარაკი ამ ფრესკაზე, აქ ჩანს ბარსელონა და მთა, სადაც ეს ამბავი მოხდა, არის ტიპი დაბო ესპანელების თქმით.
ეს დღე როგორც გახსოვთ დაუთმეთ გარეთ მოგზაურობას. ნახეთ რამოდენიმე ქალაქი, ვულკანური ამოფრქვევის შემდეგ რომ აშენდა მასზე სახლები. არ შემიძლია რა. ამ დღეს ნახეთ სალვადორ დალის გამოფენაც ფიგარეში და აი იქიდან დაბრუნებულები უკვე მოხდით სამ ბარსელონაში შემოვიდოდით. ქალაქგარეთ არის ესეთი მოლი, გარეთ ეს ისე ლამაზად იყო მორთული, რომ მომდა რომ ეჩვენებინა თქვენთვის. იმ კაფეებზე და რესტორნებზე, რომლებიც ჩვენ ნახეთ ბარსელონაში და კიდე გაჩვენოთ საოცარი ადგილი, რომელსაც აიხლა ხედავთ კადრზე. ეს არის კასეო დე გრასიას ქუჩაზე, გაუდის კასამილას გვერდზე მდებარე სახლის სახურავი, სადაც არის განთავსებული მასიმო დუტის მაღაზია. მოკლედ, გაუდის სახურავზე ასვლას თაღის გამო თუ ვერ შეძლებთ, მაშინ აი მასიმო დუტის მაღაზიაში უნდა შეხვიდეთ, ახვიდეთ ზედა სართულზე და მოხვდებით აი ესეთ ლამაზად გაფორმებულ სივრცეში და მიახლოებით მოხვდებით თუ რა ლამაზია ბარსელონას სახურავები. ეს შენობა ეკუთვნის მხატვარ რამონ კასას, რამონ კასას სახლი იყო. აქ შეგიძლიათ უკვე განმარტოვდეთ, მოსწყდეთ ქალაქის ხმაურს და ერთად ყავა. მართლაც ლამაზ სახლის სახურავზე აგვიყვანეთ ჩვენმა გიდმა, ასე რომ აუცილებლად უნდა იყანოთ გიდი, რომელიც სწორად დაგაკვალიანებთ. ეს გახლავთ ცნობილი ელ ნაციონალი, რომელიც ასევე აუცილებლად უნდა მოინახულოთ, რათა დააგემოვნოთ ქაური, ანუ ესპანური კერძები. Cada día doy las gracias a esta vida. Cada día me nace nueva melodía. Yo sabía que algún día llegaría. Qué alegría pasar el tiempo a tu lado. Qué alegría
día. Le doy las gracias a esta vida. Cada día me nace nueva melodía. Yo sabía que algún día llegaría. Tengo tantas razones para quererte, cariño, tantas razones para quererte. Tengo tantas razones para quererte, cariño, tantas razones para quererte. Mi corazón para ofrecerte, para quererte. Nunca quiero perderte, para quererte. La suerte de poder tenerte aquí, para quererte. He hecho yo para merecerte, para quererte. Tengo tantas razones